Როგორც შეგფიქრდით, დღეს განვიხილავთ ბიოლოგიურ ფაქტორებს, რომლებიც მაქსილას განვითარებას მართავენ. როგორც წინა ვიდეოში აღნიშნე, სახის სტრუქტურის 80%-ს გენეტიკა განსაზღვრავს. დარჩენილი 20% კი გარემო პირობების ზემოქმედებით იცვლება. ხშირად გადაცდენის შიშით ბავშვს საკვებს უბლენდერებთ, ან ხშირად პურს კანს ვაცლით. ალბათ ყველა იტყვით, რომ ამას მზრუნველობის გამო ვაკეთებთ, არადა ბიოლოგიურად შეცდომაა. რაშია საქმე? საქმე ყოფილა იმაში, რომ ძვალს ზრდისთვის მექანიკური დატვირთვა სჭირდება. ღეჯვისას ყბის უჯრედები იღებენ სიგნალს, რომ წარმოქმნან ქსოვილის ახალი უჯრედები. ამის გარეშე მაქსილა ვერ ახსენს საჭირო მოცულობას, რაც კბილებისთვის სივრცის დეფიციტს და მჭიდრო არასწორ განლაგებას იწვევს. მეორე ფაქტორი სუნთქვაა. ცხვირით სუნთქვისას ენა სასაზეა მიკრული და შიგნიდან აწვება მას, რაც მაქსილას სწორ განვითარებას უწყობს ხელს. ხოლო პირით სუნთქვისას ეს საყრდენი იკარგება, ენა ქვემოთ იწევს და სახის ჩონჩხი ვერტიკალური მიმართულებით ყალიბდება. როგორც ბიოლოგი გირჩევთ, ნუ მოერიდებით მყარკვებას და აკონტროლეთ სუნთქვა. ეს ბუნებრივი განვითარების საფუძველია. ხოლო საჯირო შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს, ორთოდონტს.